თქვენ ახლახან დატოვეთ თეთრი სახლის შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მან არ დამალა თავისი უკმაყოფილება ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ. როგორ ჩაიარა შეხვედრამ, თქვა თუ არა რომ აპირებს გასვლას? მოდი აბსოლუტურად ნათელი ვიყო. ის აშკარად იმედგაცრუებულია. ნატოს ბევრი მოკავშირით და მე მის აზრს ვიგებ. მაგრამ ამავე დროს ასევე შევძელი იმის ხაზგასმა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სასარგებლო იყო ბაზებით, ლოგისტიკით, გადაფრენებით. უზრუნველყოფენ, რომ ისინი ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. ასევე არსებობს ფართო მხარდაჭერა იმისა, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების დაქვეითება გადამწყვეტი იყო. და რომ მხოლოდ ინაივები იყვნენ ამ ეტაპზე. და დავივიწყებთ Keir Starmer's, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ახლა აკალიბებს კოალიციას, რომელშიც 30-ზე მეტი შესაძლოა 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გუშინ სამხედრო ლიდერებთან დაგეგმვის შეხვედრაზე, რათა უზრუნველყონ საზღვაო მარშრუტების თავისუფლება და ჰორმუზის სრუტის გამოყენება მომავალში, ეს შესაძლებელი იყოს. ამიტომ მასაც დავანახვე დადებითი მხარე. მაგრამ აშკარად ეს იყო ძალიან გუწრფელი, ძალიან ღია განხილვა, მაგრამ ასევე საუბარ არის ორ კარგ მეგობარს შორის. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეეცდებოდა ნატოდან გამოსვლას, ან სულ მცირე ნატოს ისე არ დაუჭერდა მხარს, როგორც სხვა პრეზიდენტები უჭერდნენ. კარგი, როგორც თქვი, აშკარად არის იმედგაცრუება. მაგრამ ამავე დროს ის ყურადღებით ისმენდა ჩემს არგუმენტებს იმის შესახებ, რაც ხდება. ასევე აღნიშნე, რომ სწორედ მისი ლიდერობა იყო ის, რომელმაც თავდაცვის ხარჯების ვალდებულება გააჩინა. ეს 5%. დიახ. ეს წარმოადგენს გარდამტეხ ცვლილებას ნატოში. ის ტოვებს გარდამტეხ მემკვიდრეობას. ეს არის ნატო 3.0, სადაც ევროპელები უკეთ ზრუნავენ საკუთარ თავდაცვაზე, რაც აძლიერებს როგორც ევროპას, ასევე ნატოს. ლიდერი მარკ რუტე ხვდება პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ სადაც დაერწმუნებინა, რომ არ დაეტოვებინა ალიანსი. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: ნატო იქ არ იყო, როცა დაგვრჩივდა და არც იქნება თუ ისევ დაგვრჩივდება. გახსოვთ გრენლანდია, ის დიდი ყინულის ნაგლეჯი, სუდად რომ იმართება. მოხსენებების მიხედვით პრეზიდენტი განიხილავს გეგმას გაიყვანოს ამერიკული ჯარები იმ ნატოს ქვეყნებიდან, რომლებიც ირანში დახმარებაზე უარს იტყვიან. დაუკავშირდით მაიკლ ალენს, ჯორჯ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილ დირექტორს. პრეზიდენტს არ უთქვამს ნატოდან გასვლა მინდა, მაგრამ ის საკმაოდ იმედგაცრუებულია, რომ ნატო არ ეხმარება და არც თავის ბაზებს გვაძლევს. ესპანეთმა მაგალითად არ გახსნა თავისი საჰაერო სივრცე. დიახ, ნახეთ, ფიქრობ, რომ ზოგიერთი ამ დასავლეთ ევროპის ქვეყანა, არა ნატო, არამედ აღმოსავლეთ ან დასავლეთ ევროპის ქვეყნები არასასიამოვნოდ იქცევიან. ამბობენ, ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. ამას ნეგატიური შედეგები ექნება აქ, შეერთებულ შტატებში, კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები, სად უნდა გქონდეს არმიას ბაზები, უნდა ეფუძნებოდეს სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებს. ეჭვი მეპარება, კიდევ გჭირდება თუ არა ისინი ესპანეთში. ასე რომ, თუ გადახედვა მათ ესპანეთიდან გაიყვან და ძალების განლაგების გადახედვა, ფიქრობ, მე ამით კმაყოფილი ვიქნებოდი. მაგრამ მე ვიქნებოდი ფრთხილი გერმანიიდან გასვლის მცდელობისას, ფრთხილი ვიქნებოდი იტალიიდან გასვლის მცდელობისასაც. მოდი დავაბრალოთ ეს იმათ, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის, ანუ დასავლეთ ევროპის ცენტრისტულ მემარცხენე მთავრობებს და არა ნატოს. კარგი, იტალიამ თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სიცილიის ბაზის გამოყენება. რატომ ვიხდით ამისთვის? თუ მათ არ ვაცნობეთ და არც თავიდანვე ჩავრთეთ და ახლა უნდათ გაბრაზდნენ და სკანდალი ატეხონ, იყოს ასე. მაგრამ ბაზების გამოყენების უფლების არ მიცემა სრულიად მიუღებელია. ამას არავინ დაივიწყებს. რეიგანმაც ხომ გაუმკლავდა ამას, არა? დიახ, მან ასე მოიქცა. ევროპა ასე უკვე მოქცევია და გქცევია და ამას უნდა დაუსვათ წერტილი. განსაკუთრებით იტალიასთან, რომელსაც შედარებით მეგობრული მთავრობა ჰყავს, უნდა შეგვეძლოს ავუხსნათ მათ, რომ ასეთ უკიდურეს სიტუაციებში ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ. ეს აუცილებლად უარყოფით შედეგებს გამოიძევს. მათ უნდა აანაზღაურონ ეს თავიანთ თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინვესტიციით, რათა მომავალ საგანგებო ვითარებებში როლი შეასრულონ. რადგან საბოლოოდ, ბრაიან, მათ საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. შეიძლება ისინი მონაწილეობდნენ ესკორტებში ან აკვირდებოდნენ ჰორმუზის სრუტეს, თქვათ, თუ შევძლებთ ამ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის გადალახვას.
მაგრამ ისინი ამაში კარგები არ არიან და არ აქვთ იგივე შესაძლებლობები რაც შეერთებულ შტატებს, ასე რომ თავიდანვე არ უნდა მოვიტყუოთ თავი მათი სარგებლიანობის შესახებ. დაიმახსოვრეთ, ისინი არ სწავლობენ უკრაინისა და რუსეთის ომისგან. ისინი მზად არ არიან დრონებისთვის. ევროპაში ისინი ხედავენ შაჰედის დრონების სიახლოვესა და მომაკვდინებლობას და იმ როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში. ეხლა Business Insider-ის მიხედვით, ისინი ჩქარობენ გეგმის შემუშავებას. ირანთან კონფლიქტამდე და უკრაინაში შეჭრამდე იაფფასიანი დრონები ესხმოდნენ თავს სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში. ეს მიუთითებს ომის ახალ ტიპზე. ნატომ უგულებელყო გაფრთხილებები და როგორც ერთი კომანდირი ამბობს, ახლა ჩქარობს ტაქტიკის შეცვლას და ვინ უნდა მიიღოს სარგებელი ამით? უკრაინა, რადგან მათ იმპროვიზაციით შეძლეს ინოვაცია. კარგი. საინტერესო რამ უკრაინის ომში არის დრონების ტექნოლოგიური ცვლილებების სიხშირე. ჩვენ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ბევრს ვსწავლობთ მიღებული გაკვეთილებიდან. ვცდილობთ გავიგოთ, როგორ გამოიყენეს ეს დრონები, ნატო და ევრო. ევროპელებსაც იგივე უნდა გააკეთონ. ნატო რთული ბირთვული ბიუროკრატიული სტრუქტურაა, რომლის მართვა ძნელია. ამიტომ ალბათ უჭირს ამ გაკვეთილების ათვისება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს არის ომის მომავალი. დრონები თითქმის ყველა სამიზნის არჩევის პროცესში მონაწილეობენ. გარდა პირველი პირის ხედვის დრონებისა, რომლებიც დამოუკიდებლად მისდევენ რუს ჯარისკაცებს. ამიტომ საჭიროა ეს საკითხი საფუძვლიანად შევისწავლოთ და კარგად მოვემზადოთ. და ვენდოთ უკრაინელებს, რომ გვასწავლონ. დიახ, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, მათ ევროპაში მეორე ყველაზე დიდი არმია ჰყავთ და საუკეთესო საბრძოლო ძალას წარმოადგენენ. პოლონეთმა სერიოზულობა მოითხოვა ზევას ნატოდან გასვლის საფრთხის შესახებ. ისინი სერიოზულად ეკიდებიან ამას 2%-ზე ნაკლებს იხდიან. ესპანეთი, პორტუგალია, ალბანეთი, ბელგია და კანადა არიან სხვის ხარჯზე მოსარგებლეები. მადლობა, მაიკ ალენი. What looked